გამარჯობა, ეს მოლია, გუშინ ცოფისაც რა გაიკეთა და ალბათ ფიქრობს, ნეტა ვინ მოიგონა ეს მწარი აცრაო, ხო და ვინ და ლუი პასტერმა. ლუი პასტერი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგი მეცნიერია. მის სახელთან ბევრი აღმოჩენა დაკავშირებული, მათ შორის ცოფის აცრის შექმნა. ცოფი ვირუსული დაავადებაა და ადამიანს დაავადებული ცხოველის ნერწყვით გადაედება, მაგალითად კბენის ან დაკაცვლის დროს. როგორც კი ვირუსი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, ის მიემართება ცენტრალური ნერვული სისტემისკენ და აზიანებს მას. მართალია პასტერმა არ იცოდა რა არის ვირუსი, მაგრამ ცდებისა და დაკვირვებების შედეგად მიხვდა, რომ ზიანდებოდა ნერვული სისტემა. იმიტომ რომ დაავადებულ ადამიანს ხშირ შემთხვევაში უჩნდებოდა ჰალუცინაციები, გამოიყოფოდა დიდი რაოდენობით ნერწყვი, ხდებოდა აგზნებული და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ კურდღლებზე ჩატარებული ცდების დროს მიღებული ბიოლოგიური მასალით შექმნა ცოფის პირველი აცრა და 1895 წლის 6 ივლისს პირველად გამოიყენა ადამიანზე. ეს იყო 9 წლის ჯოზეფ მეისტერი, რომელიც 2 დღით ადრე ცოფიან ძაღლს ჰყავდა დაკბენილი და რომელიც სოფიაში პირველი ადამიანია, რომელიც ცოფის აცრით განიკურნა. იცი? ლუი პასტერზე ფილმი არის გადაღებული, მართალია შავთეთრია და ძველი, მაგრამ საინტერესო, აღწერილობაში სახელს დავწერ და თუ მოგინდება, უყურე. მეტი საინტერესო ფაქტებისთვის გამოიწერე ზიგზაგი დროებით.